რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სახელმწიფოს უფლებას აძლევს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვაზე დროებით პასუხისმგებლობა აიღოს, თუ მათი მფლობელები ვერ უზრუნველყოფენ დაცვას უკრაინული დრონების თავდასხმისგან. დოკუმენტი შეეხება ენერგეტიკისა და საწვავის სექტორს, სამრეწველო ობიექტებს, ასევე სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას. სახელმწიფო ობიექტის მართვაში ჩარევას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ კერძო მფლობელი მათ დრონებისგან სათანადოდ ვერ დაიცავს, ან თავდასხმის შემდეგ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ვერ აღადგენს. ჩვენ ვდგავართ დრონების თავდასხმების აშკარა საფრთხის წინაშე. სამიზნეა კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ობიექტები, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური სფეროსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ბიზნესის მფლობელები უსაფრთხოების, მათ შორის დრონებისგან დაცვისთვის სათანადო ზომებს არიღებენ. კრემლში აცხადებენ, რომ კერძო კომპანიები საკუთარი ობიექტების, მათ შორის დრონებისგან თავდაცვისთვის საკმარის ზომებს ხშირად არიღებენ. რუსეთის ვიცე-პრემიერ დენის მანტუროვის განმარტებით კი, ახალი მექანიზმი კომპანიების ნაციონალიზაციას ან მესაკუთრის შეცვლას არ გულისხმობს და სახელმწიფოს ჩარევა მხოლოდ კონკრეტული უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად იქნება შესაძლებელი. ანალიტიკოსების შეფასებით კი მოსკოვი ამ გზით ცდილობს ინფრასტრუქტურის დაცვისა და თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯების უფრო დიდი ნაწილი თავად კერძო კომპანიებს დააკისროს. მაშინ როცა ომის გაგრძელების ფონზე რუსეთის ბიზნესსა და ეკონომიკაზე ფინანსური წნეხი იზრდება. სახელმწიფოს არ სურს ბიუჯეტს დამატებითი ტვირთი დააწვეს, არც დაზიანებული ბიზნესის აღდგენის და არც მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარჯები. ხელისუფლებას სურს ეს თავად კომპანიებმა გააკეთონ. ბოლო პერიოდში აშკარად ვხედავთ ტენდენციას, როდესაც მთავრობა უსაფრთხოებისა და კონფლიქტებთან დაკავშირებული ხარჯების კერძო სექტორზე გადანაწილებას ცდილობს. მაგალითად, მილიარდერები ბიუჯეტში ნებაყოფლობით შენატანებს აკეთებენ. ნავთობ კომპანიებს კი აიძულებენ ბენზინ-გასამართ სადგურებზე ფასები დაბალ დონეზე შეინარჩუნონ, რის გამოც მათ მოგება უმცირდებათ. უკრაინული დრონების შეტევა კრემლს არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკური მართვის ახალ გამოწვევებს უქმნის. ახალი განკარგულებით კი მოსკოვი ომისგან გამოწვეული ფინანსური და უსაფრთხოების ტვირთის ნაწილს კერძო სექტორზე ანაწილებს და ამავე დროს სტრატეგიულ ობიექტებზე სახელმწიფო კონტროლის გაფართოების შესაძლებლობას ქმნის.